მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. ვნახოთ ჩვენ დღეს რა გეგმები აქვს მაღალ ძალებს თქვენს ურთიერთობაზე. რა თქმა უნდა, თავიდან ვნახოთ ეხლა რა ხდება. სიგნიფიკაცია იქნება. რა თქმა უნდა, გავაკეთოთ და ვკითხოთ. ხო, რას გეგმავენ? მოდით პერიოდი ჩვენ ავიღოთ მაინც 3 თვის განმავლობაში მაქსიმუმ. თუ გინდათ 6 თვე აიღეთ. აი ესე გავაკეთოთ ჩვენ. ნახოთ ეხლა ჩვენ. ესე გავაკეთოთ ასე. Так, გოგო, ეხლა вообще საერთოდ რა ენერგიაში არის, რა ხდება? აი ასე. ცოტა სხვანაირად მინდა ამიღო. ნახოთ ბიჭი რა ენერგიაში არის. აი ასე. სამი რო ავიღოთ. ვნახოთ იცით როგორ ვნახოთ? აი ახლა გრძნობები და ფიქრები მანარაზე ვკითხოთ ჩვენ, ხო? ასე მე მგონი აჯობებს. ვნახოთ გრძნობები და ფიქრები. ამ ურთიერთობაში და გრძნობები, გოგოსი ფიქრები. ეს ასე. კაცასი. Так, ნახოთ კიდე მაინტერესებს გვეცნობიერი მაინტერესებს ესე. და გავაკეთოთ ჩვენ. Так, შენ ცოტა ხანი აკიყავი. რა ხდება თქვენ შორის ახლა ვკითხოთ ჩვენ. არა, იცით როგორ ვკითხოთ? რა ურთიერთობა გინდათ? და მე ვნახოთ უკვე თქვენ შორის აქ რა ხდება. ასე გავაკეთოთ ჩვენ და მე ვკითხოთ აი მოდი შენ გეგმები ვკითხოთ. აქ მომაზე ვკითხავ გეგმებს. ამ ურთიერთობაზე კაცი წამით რომ ჩვენ ყველაფერი ისე დავალაგოთ, რომ თქვენ შორის ეს აქ. Так, შენ კი ლამაზი ხარ, მაგრამ ცოტა აქეთ დავდებ ამას, ხო? ხო, თუ რა აკეთებ, მინდა გეგმები ვკითხოთ, მაგრამ გეგმები ამ ურთიერთობაზე. всё. შენს გინდა, ოკეი. Так, დავიწყოთ ახლა გოგო. ნახოთ. პირველ რიგში გოგოს ენერგია და გოგოები უფრო უყურებენ, მიხვდებით თქვენზე თქვა. გოგო აქ მოკლედ მეომარი არის. ყურუმი. ნახეთ რა ლამაზი ყურუმია. ყურუმი. საჰა. გოგო, აი მე გეტყვით ახლა, აქ გოგო არის ძალიან მაღალ დონის ენერგიებში, მოდეთ ასე ვთქვათ, იმიტომ რომ არის ესეთი არკანები, მე შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ ჭკვიანი და ძალიან ჭკვიანი არის აქ გოგო. იმიტომ რომ ეს როგორი მომენტი, აი ჭკუა, კი ბატონო, თან ძალიან მაგარი დონის ინტუიცია ეს ყველა ვარიანტში. თუ ჩვენ არ განვიხილავთ ყურუმს, როგორც იმ ადამიანს, რომელიც არის საერთოდ დაკავებული, კიდე ხა იყოს ფსიქოლოგია, საკრალური ცოდნა, ხა ტარო, ასტროლოგია, ნუმეროლოგია, არ აქვს მნიშვნელობა. ანუ, იმიტომ რომ ყურუმი ყოველთვის არის უფრო ადამიანი, რომელიც რაღაცას ეძებს ინფორმაციას, თან ისეთ ინფორმაციას, რომელიც არის საკრალური, ხო? რომელიც არის ხა იეროფანტი, მაგალითად ის არის ესეთი ცოდნა, რომელიც აქ არის, დედამიწაზე უფრო იღებს, კაი. და ყურუმი არის ისეთი ენერგია, როცა უკვე ნამდვილად აი უდიდესი ცოდნა დევს შეიძლება ადამიანში და შიგნით ზოგჯერ ხო არის, აი
თქვათ, პატარა გოგო არის, ახალგაზრდა გოგო, მაგრამ იმდენად ჭკვიანია და იმდენად ინტუიცია აქვს, რაღაც სასწაული, ხო, არ აქვს საჭირო შეიძლება გქონდეს სიბრძნე, მაგრამ აქ ეხლა მაჩვენებენ, რომ ადამიანი, რომელიც პრინციპში თქვენ როგორ ხართ, იცით, აი რას ვეტყოდი, ორი ვარიანტი იქნება აქ. ეხლა ეგრევე ამ სიგნიფიკაციით, ეხლა საჯარო გააშლა, აქ არ არის ამაზე, იმიტომ გამორიცხული. პირველი ვარიანტი ეს არის, რომ თქვენ რაღაცა შიგნიდან აი მიიღეთ თითქოს მე დავასრულე, იმიტომ რომ ხვდები რომ ასე აჯობებს. მეორე ვარიანტი აქ არის როგორი იცით, ანუ აქ ქალი რთავს გონებას, გაიგეთ რა ხდება გონებას, იმიტომ რომ როცა არის ხმალებით, ამიტომ ეს ახლა რაინდი ხმალების, ხო? აქ გოგო არის, ულამაზესი გოგო. ხო, ეს იმას ნიშნავს, რომ პირველ რიგში მე ჩავრთე გონება. მეორე კიდე აქ არის ქალი, რომელიც აი, ის რომ ძალიან ლამაზი არის და მიმზიდველი, აქ ორი აზრი არ არსებობს. აქ არის ადამიანი უჭკვიანესი. აქ არის, ვიღაცის ის სუფთა ბანალური იქნება თემა, რომ თქვენ შეიძლება ფიქრობთ წასვლას სადმე საზღვარგარეთ დაუშვათ. ან მუშაობთ სადმე, თქვათ, ინტერნეტ სივრცეში. კიდე აქ ადამიანი, რომელიც ძალიან უვლის თავს, ასეც ვეტყოდი და შეიძლება გამოიყურება იმაზე უფრო ახალგაზრდულად, ვიდრე არის. ასაკთან შედარებით, მოდით ასე ვთქვათ. მაგრამ აი ის რომ ისეთი ენერგია, იცით რომ ცოდნა არის აქ ადამიანში დიდი და რომ მზად არის ადამიანი ან ის სწავლოს, ან ის ცოდნა, რომელიც უკვე მივიღე, გავცე. მე ხა უბრალოდ თქვენს, აქ უფრო ვიღებ ხოლმე აი ამ ურთიერთობაში როგორ ხართ, მაგრამ აი ახლა რაღაც ავიღე საერთოდ როგორი ხართ რა. ძალიან მაგარი ქალი ხართ, მოდით ასე ვთქვათ, მაგრამ თქვენ აქ როგორ ხართ, იცით? თითქოს შეიცვალა თქვენში რა, თუ დაუშვათ, აი შეიძლება თქვენში ზის ესეთი ენერგია, როცა მე მინდა, ანუ აგრესიასურ ადამიანი რო ვერ აკონტროლებს რა. მაგრამ აი აქ თითქოს თქვენ ისწავლეთ მართვა თქვენი შინაგანი ემოციების, აი ეს მინდა ვთქვა. აი ეს არის უფრო ხომ. და ამ ურთიერთობას და რას ფიქრობთ თქვენ? ფიქრობთ. თქვენს პარტნიორზე ფიქრობთ. ეხლა ნახეთ რა ხდება. აქ საერთოდ კიდევ ვიმეორებ, რომ ეს არის საჯარო გაშლა. თქვენ დაიჭირეთ მხოლოდ თქვენი. ამიტომ ნახეთ. ხო გითხარი. აქ შეიძლება იყოს სამკუთხედი, არ გამოვრიცხავ, შეიძლება იყოს სამკუთხედი და შეიძლება დაუშვოთ ეს ვისაც სამკუთხედი აქ იცოდეთ, რომ თქვენ ხართ როგორ მომენტში ახლა შეიძლება ინფორმაცია მიიღეთ იმაზე, რომ თქვათ, ვიღაცა არის აქ ჩარეული, მაგრამ ამავე დროს თქვენ გინდათ ქვეცნობიერად ეს ურთიერთობა არ გაუშვათ, მოდით ასე ვთქვათ. თუ ცოლი ხართ, შეიძლება გაიგეთ, რომ თქვენს მეუღლეს ვიღაცა ყავს, თუ არა ხართ ცოლი პირიქით, მესამე პირი ხართ ურთიერთობაში, ესე იგი თქვენ პრინციპში აქ ადამიანი იცავს ურთიერთობას, იმიტომ რომ თქვენ აქ გინდათ ყველა ვარიანტში, რომ ეს გახდეს თქვენი მეუღლე. თუ დავანებოთ თავი ჩვენ აქ სამკუთხედს დაუშვოთ, ხო? მაშინ თქვენ მართლა აქ ფიქრობთ ამ ადამიანზე, რომელიც ახლა არის თქვენ ცხოვრებაში, რომ ახლა სამკუთხედზე რატო ვთქვი კიდე, იმიტომ რომ აქ ორი ადამიანი და სხვათა შორის კიდე ვიღაცისთვის იქნება ეს ინფორმაცია, მალავთ თქვენ მიმოწერას, რომელიც არის თქვენ, რომელიც გაქვთ თქვენ ინტერნეტში. და შეიძლება ქმარიც ყავთ, გინდათ ქმართანაც იყოთ, მაგრამ ამავე დროს ფიქრობთ სულ სხვა ვიღაცაზე.
ეგაც არის რა. და ამიტომ ფიქრობთ, რომ თქვათ ეს ურთიერთობა საერთოდ არ გინდათ, არის ზოგჯერ ესეთი მომენტი, რომ ადამიანს უნდა რომ თქვათ, ეხლა ქმარი წავდეს საყვარელის. აი ესეთი პოზიციაც არის აქ. თუ დაუშვით ვინმე ხართ ეგეთ ურთიერთობაში რა. კი, ნამდვილად რა. ნამდვილად, თან როგორ არის, იცით, აქ არ გინდათ თქვენ გაშვება ამ ურთიერთობის. არავითარ შემთხვევაში. აი აქაც 2. ვიღაცას 2 ყავთ. უეჭველი. და შეიძლება მესამეც აქ სადღაც იყოს. თუ ნახეთ ახლა დაუშვათ თქვენ ეხა იტყვით რომ არანაირი 2, არანაირი 3, ეს 1 მყავს. აი ამით მე ვეთყოდი რომ თქვენთვის ეს ადამიანი რომელიც არის თქვენთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თქვენ მაგას გინდათ სექსუალური თვალსაზრისითაც გაწყობთ ეს ადამიანი როგორც თქვენი პარტნიორი თქვა ცხოვრებისიც კი ბატონო, იმიტომ რომ პენტაკლების, მაგრამ აქ როგორ არის, აქ პენტაკლების არ არის, აქ არის მიწის მეფე, მიწის მეფე ცოტა ისეთი ტიპაჟი არის, რომელიც თვითონ манипуляციას აკეთებს, ეს გრძნობაზე ავიღე. ნუ ჩვენ ახლა შეგვიძლია ვთქვათ, აქ თუ დაუშვათ, აი აქ ფიქრობთ თქვენ იგივე თუ არის ეს ადამიანი და სხვა არავინ არ აყავთ, ესე იგი თქვენთვის ეს არის ფიქრებში ძალიან სექსუალური ადამიანი არის თქვენთვის რა, ანუ გიზიდავთ სექსუალურად და და გრძნობაზე თქვენ უკვე აი შეიძლება ახალი გაცნობილი თუ არის, დაუშვით ინტერნეტში თქვენ გაიცანით სიტყვაზე. ნუ თქვენ ახლა უარზე არ ახართ ყოველ შემთხვევაში რომ ამ ადამიანთან სერიოზული ურთიერთობა დაამყაროთ. მაგრამ ის რომ კვეცნობიერად ნამდვილად თქვენ გინდათ რომ ეს ადამიანი იყოს თქვენ ცხოვრებაში, კი ბატონო. კიდე აქ როგორი სიტუაცია შეიძლება იყოს დაუშვათ სამსახურში თქვენი უფროსი არის ეს. არ გამოვრიცხავ, ან სამსახურებრივი შეიძლება რომანი იყოს აქ. აი ეგეთი სიგნიფიკაცია. მაგრამ თქვენ ახლა როგორ ხართ, იცით რომ აი რო გითხრათ რომ ნუ ურთიერთობის გაგრძელება გინდათ, მოდით ასე ვთქვათ რა, თქვენ. კარგით, მოდით ვნახოთ ახლა ბიჭის პოზიცია. მამაკაცის პოზიცია ვნახოთ. გოგოება, ამას იმდენი პრობლემები აქვს, ღმერთი ჩემი. ძალიან დიდი პრობლემები აქვს ამ ადამიანს, შემიძლია გითხრათ. რაღაც რთული პერიოდი აქვს, ან ძალიან დაკავებული არის ეს ადამიანი. შეიძლება თქვათ, ნუ სამსახურით არის დაკავებული, თქვათ, შეიძლება თქვენ გაიცანით, გინდათ მაგასთან ურთიერთობის გაგრძელება, იმიტომ ხართ ესეთ ენერგიებში, რომ ზოგჯერ შეიძლება ბრაზდებით, ზოგჯერ შეიძლება ეძებთ მაგაზე ინფორმაციას, თქვათ, ინტერნეტში ან უთვალთვალებთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი ეხლა არის როგორი თემაში, იცით, ანუ ან რაღაც ძალიან ბევრი გოგონეთ შრომობს, ან პრობლემები აქვს, რომლეს ცდილობს მაქსიმალურად გამოვიდეს, მაგრამ აი შეიძლება даже, ანუ აქ 2 ვარიანტი იქნება, შეიძლება ფიზიკურად ძალიან გადაღლილი არის ეს ადამიანი, მაგრამ ამავე დროს მე შემიძლია გითხრათ, რომ აქ უფრო даже გონება აქვს გადაღლილი, იმიტომ რომ ეს ადამიანი ფიქრობს როგორ გავომკლავდი რაღაც პრობლემას. იცით რა არის, აქ შეიძლება ბიზნესმენიც იყოს, შეიძლება არა ბიზნესმენიც იყოს, ჩვეულებრივად ადამიანს ახლა ნუ რაღაც პასუხისმგებლობა შეიძლება აქ აღებული, ხო ხდებით რა. პლუს კიდე ნახეთ, კიდე რატომღაც მომივიდა, ეხლა არ ვიცი დაიჭირეთ ვისია, დაიღალა ამ ადამიანმა თუ დაუშვათ თქვენ მაგას რამეს ეკითხებით სამომავლოდ, იქნება რამე ჩვენ შორის, შეიძლება ან და ვაფშე საერთოდ თავის მომავალზე შეიძლება ეს ადამიანი ფიქრობს და ნერვიულობს, რომ არ ვიცი საერთოდ რა იქნება. ნუ ყოველ შემთხვევაში აქ პოზიცია რო გითხრათ ამ ადამიანს, ნუ ადვილი პოზიცია არ აქვს. ძალიან ის არის, კი. ფიქრობს ეს ადამიანი რაზე? თუ თქვენ ინტერნეტში ერთმანეთს ელაპარაკებთ, კი ბატონო, ამ ადამიანს, ნუ
ფიქრობს რა თქვა, ეხლა უყურებს, შეიძლება მიმოწერა და რამე შრომია, ურთიერთობის გაგრძელება ამას უნდა ნამდვილად და რაც ეხება გრძნობას, აი ეს არის საინტერესო, ეს გრძნობას რაც ეხება. იცით როგორ არის, მაგას რატომ მას ფიქრობს, რომ თქვენ არა გაქვთ ინტერესი? და ეჭვიანობს. თუ თქვენ დაუშვოთ ხარ დაკავებული და ძალიან ბევრი დრო გაქვთ თქვენ აქ დათმობილი თქვათ სწავლაზე, არ გამოვრიცხავ. არის ეს მომენტი. შეიძლება თქვენ აიგნორებთ და ამას თქვათ ინტერნეტში არ პასუხობთ, ხო? თქვენ თვითონ შეიძლება იჭერთ მარკას რა, რომ ანუ ვიტომ ეხა მე ხა რაზე უნდა გიპასუხო, აქ რაღაცა ცოტა იმაზეც კი გავს რაღაცა ხალზე უფრო. ხო. იმიტომ რომ ეს ბიჭიც ახლა როგორ არის, გრძნობს რომ თქვენ ხართ მაგაზე, აი შეიძლება საუბარშიც, გაიგეთ, თქვენ აი ნახეთ, აქ даже კიდე როგორი მომენტი შეიძლება იყოს, ინტელექტუალურად მაგას უჭირს თქვენთან ურთიერთობა, რატო? იმიტომ რომ თქვენ ხართ უფრო ჭკვიანი, გითხარით რა. აქ გოგო არის უფრო განვითარებული არის, აქ გოგოს აინტერესებს, შეიძლება ფსიქოლოგია გაინტერესებს, ან რაღაცას შეიძლება სწავლობთ, გაიგეთ? ან ეგეთი რამე და კიდე არ გამოვრიცხავ, რომ თქვენ ან ხართ საზღვარგარეთ დაუშ გოგო და ბიჭი ფიქრობს რა გავაკეთო იმისათვის, რომ მე თქვათ იქ თქვენთან მოხდეს რა იმ საზღვარგარეთ, აი არის აქაც ეგეთი ალბათობა, არ გამოვრიცხავ, იმიტომ რომ ეს ადამიანი ძალიან გაფასებთ, ძალიან დიდი პატივისცემა აქვს თქვენს მიმართ და ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ არ გაჩვენებს თქვენ თავის ნამდვილ გრძნობას даже იმას. და კიდე არის ხო გითხარით, რომ ისეთი მომენტი, რომ არ იცის, აი დაიღალეთ, რომ გონებრივად არ იცის როგორ მოგადგეს რა, ეგეთი რამეც არის აქ. კი, პლუს კიდე თქვენ შეიძლება ეხლა ამას არ ენდობით და ეს ადამიანი ფიქრობს რას, ანუ აღარ არის ისეთი, როგორიც იყო. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ეს ადამიანი ფიქრობს იმას, როგორ რანაირად აი მივაწვე, თქვათ, სიტუაციას, რომ მაგისი ყურადღება მოვიპოვო. მაგრამ იცით რა არის აქ გრძნობაზე, მაგრამ ეს აქ ამ შემთხვევაში როგორია, რას ვგრძნობ, აქ სიყვარულზე კი არ არის, აი უფრო მეუბნება, რომ მე ვგრძნობ, რომ მაგას რაღაცა ისეთი ინტერესი არ აქვს ჩემს მიმართ. გაიგეთ? იმიტომ რომ რაღაც უცნაურად ექცევა, სულ ეჭვი ეპარება ჩემზე. გაიგეთ რა ხდება და ამიტომ არის რომ თქვენთვის კი, თქვენ ფიქრობთ, გაიგეთ მაგაზე, მაგრამ თქვენ ფიქრებს არავის არ უზიარებთ. არც მაგას უზიარებთ სინამდვილეში თქვენთვის ეს ადამიანი ვინ არის. და გაქვთ თქვენ აქ როგორი მომენტი, რომ შეიძლება ფიქრობთ კიდევაც, რომ აი რაღაცა წინააღმდეგობა კი გაქვთ თქვენ ახლა დაუშვათ ამ ურთიერთობაზე, იმიტომ რომ შეიძლება რაღაცა ინფორმაცია გაიგეთ, შეიძლება რაღაცას ვიღაცა რაღაცას გეუბნება, არ გინდათ მოусმინოთ, მაგრამ მაინც არის რაღაც ისეთი ფიქრები, რომელიც თქვენ გაწუხებთ, ხო ხდებით და ეს მაგას გრძნობს, რომ აი აქ არ არის ბოლომდე ნდობა. ნახეთ, როგორი მომენტი. თქვენ ეჭვი კი გაქვთ, მაგრამ ქვეცნობიერში გინდა თქვენ ეს ურთიერთობა მაინც. ამას ახლა თქვენი საქციელი, იმიტომ რომ აქ ცივი საქციელი გაქვთ, გაიგეთ, ცოტა რაღაცნაირად ისე იქცევით, რომ მანძილი უეჭველი აქ იქნება, რომ რაღაცა ვგრძნობ, რომ ეჭვობს ეგ და ამას უნდა რომ ისევ თქვენი ნდობა დაიბრუნოს, უნდა ამას ხოთა შორის და ბრაზდება ეს ადამიანი რა. კი. სხვათა შორის შემიძლია გითხრათ, რომ აქ უნდა ადამიანს რომ ურთიერთობა კონდეს თქვენთან. კი. მაგრამ გოგოებო, აქ როგორი სიტუაცია კიდე იცით? ცოტა რაღაც უცნაურად კი არის.
უნდა მაგას ურთიერთობის რაღაც თითქოს უკან დაბრუნება. და კარგით, ნახოთ ახლა რა ხდება თქვენ შორის. უნდა რომ იბრძოლოს იცით ამ ადამიანმა. უნდა რომ იბრძოლოს. так, დავფიქრდე ხო ხდებით. так, კაი. უნდა, მაგრამ ეხლა აქ რა ხდება? ამას აქ არის რაღაც ესეთი სუშვიდიანები რა. კი გინდათ რაღაც გაგრძელება გინდა თქვენ თვითონ, კი ბატონო. იმიტომ რომ თქვენ შორის ეხლა რა, მე შემიძლია გითხრათ რომ ყველაფრის მიუხედავად, მაინც აქ არის რა, გოგო ელოდება ბიჭს რაღაცა არ უნდა ყველა ვარიანტში რომ ეს იმედგაცრუება რამენაერად წავედეს ურთიერთობიდან რა, ეს მაქსიმალურად მინდა რომ იცით როგორ მინდა დასრულდეს რა, მინდა даже აქ ბიჭის პოზიცია უფრო მინდა დასრულდეს ეს გაუგებრობა, ეთყობა ეს ბიჭი გემტკიცებს თქვენ რაღაცას რომ თქვათ ეხლა არა მე ეხლა შენზე ვფიქრობ თქვათ შენ ეხლა რატო ასე იქცევი, შენ არ გინდა არაფერი ხო, შენ თითქოს რაღაცნაირად ნდობა და კარგული არის აქ, გაიგეთ რა ხდება? და ეს ბიჭი სხვათა შორის მაქსიმალურად ცდილობს რომ ეს სიტუაცია ისე დაბრუნდეს. ნახოთ ახლა მაღალი ძალებს რა გეგმები აქვს ხო თქვენს ურთიერთობაზე. აქ როგორი სიტუაცია? აქ არის ძალიან რთული სიტუაცია. იმიტომ რომ აქ ცოტა ეს გაკვეთილი არის ერთგვარი თქვენთვის, მაგრამ როგორ არის? თქვენზე იქნება დამოკიდებული, იმიტომ რომ მაღალი არკანები არც ერთი არ გამოვიდა აქ და ამიტომ შემიძლია გითხრათ, რომ პრინციპში ხართ ილუზიებში აქ ეუბნებიან, ხართ ილუზიებში და აქ არის უბრალოდ როგორი მომენტი, აქ იქნება გაკვეთილი, სიყვარულის გაკვეთილი. ეხლა რა თქმა უნდა, ვინ როგორ გაივლის, უკვე თქვენი სიტუაცია არის აქ. მაგრამ როგორ არის, იცით, ილუზიებიდან უნდა გამოხვიდე, ამისი გაკვეთილი. კი. ილუზიებიდან ბავშვური პოზიცია აქ ადამიანს აქ და ამიტომ შეიძლება მაგაზე მიგვითითებენ თქვენ ჩვენ რა. თქვენ ხელშია ყველაფერი. თქვენ როგორც კი. თქვენს აქ სხვაობა შეიძლება იყოს ასაკში სხვათა შორის. სხვაობა შეიძლება იყოს, სადაც გოგო უფროსი. არის. მაგრამ რაღაც ილუზიას მაჩვენებენ. იცით, არჩევანი შენზე იქნება, შენ რას იზავ. რას აერჩევ. ბავშვური პოზიცია გამორთე, ასე მეუბნებიან აქ. და მოიკეცი ისე, როგორც შენთვის საჭირო. პრინციპში აქ არის ეს ნამდვილად კი, ღმერთი შენსკენ არის, აგერ გამოვიდნენ ხა მაღალი არკანები, ჩვენ გაგინათებთ გზას. გაიგეთ რას ამბობ? ჩვენ დაგეხმარებით ცვლილებაში, ჩვენ გაგინათებთ გზას, მაგრამ არჩევანი შენზე, შენ მიიღებ გადაწყვეტილებას, იმაზე მიიღებ შენ ამ ურთიერთობას თუ არ მიიღებ. გააგრძელებ თუ არ გააგრძელებ. აქ გოგოს აძლევენ საშუალებას, უფლებას, რომ მან მიიღოს გადაწყვეტილება. თუ შენ ახლა ძალიან ნერვიულ ტირი ხარ, განიცდი ხარ დეპრესიაში, გეუბნებიან იმის მაგივრად, რომ ახლა იჯდე და თავი ურახუნო,
კედელს, როგორც მე ვამბობ ხოლმე, ხო, მიდგომა შეცვალე და სხვათა შორის ეს არის დიდი უდიდესი ბიძგი ვიღაცისთვის, რომ თუ აქ დავუშვოთ კიდე ერთი შეიძლება პოზიცია იყოს, შეიძლება თქვენ ახლა დავუშვით რეზონირდება, მაგრამ იტყვით რომ მე არა ვარ არანაირი ყურუმი და არაფერს მე არ სწავლობ, მაგრამ აი აქ არის როგორი მომენტი, იცით, სულიერი გზისკენ არის ეს ბიძგი, სული ითხოვს და ამიტომ დახურული შეიძლება იყოს, აი აქ გახსნა არის საჭირო თქვენი საკრალური ცოდნის, თქვენში დევს ეს გახსნა. მე ბევრჯერ მithქვია და გეტყვით რომ 99% ვინც არიან ესე დამხმარე პროფესიების სპეციალისტები ყველა თითქმის მოდიან ურთიერთობიდან, ან მქონდა რაღაცა გაუგებარი ურთიერთობა, მძიმე ურთიერთობა, ასეთი, ისეთი და მე გაუჩნდა ადამიანს თვითონ დაუშვოთ ჯერ გაშლები ენახა თქვა, ან ვინმეს თქვა მიდიოდა ინფორმაციისთვის, ასე შემდეგ ნელა და უკვე მე მოდის ის პერიოდი, როცა მე თვითონაც მინდა უკვე რამე ინსტრუმენტი მქონდეს ეზოტერიკული, რითიც მე დავეხმარები სხვებს, იმიტომ რომ ეს პროცესია. აქ თქვენში თქვენ გეუბნებიან, რომ შენ ეხლა გაგდებთ ისეთ მდგომარეობაში, აქ ხუთიანი არის, ეხლა დასების ბოდიშით და ანუ ეს კრიზისული სიტუაცია ყოველთვის გაგდებიან ესეთ მდგომარეობაში, რომ შენ გააკეთო სწორი არჩევანი. კიდე იჯდები და უბრალოდ იგლოვებ უკაცრავად. აქ კაცი აკეთებს მანიპულაციას და გოგო ძალიან მშვენივრად იცის, რომ აქ არის მანიპულაცია. ძალიან მშვენივრად კარგად იცის. მაგრამ უბრალოდ არ უნდა ამ ურთიერთობის გაშვება, ვერც ვერაფერს შველის, ვერც ტოვებს, ვერც ეს სუფთა კარმული თემა, კარმული ურთიერთობა. ამიტომ აქ არის დიდი ბიძგი იმისი, რომ შენ თუ გინდა რომ სიტუაცია შეიცვალოს, წადე და უკვე მეტი გაიგე, ვიდრე ეხლა იცი შენზე და შენს ურთიერთობას. всё, ამით დავასრულებ მე. და აი ნახეთ რა მოხდა წინააღმდეგობა თქვენში. სანამ ეს წინააღმდეგობა იქნება, აი ნახეთ ამ წინააღმდეგობას ნახე მოერევი თუ არა გაგიხსნება როგორ გზა. როგორ გაგიხსნება გზა და როგორ იქნები ნახე ბედნიერი. აი არის თქვენი მამაკაციც აგერად და ეს ჭუბი და ეს ყველაფერი დასრულდება. კი. აქ ეს ბიძგი არის 1000%-იანი იმისკენ რომ ბოლოს და ბოლოს თქვენ დაიწყო თქვენი პირადი ძალა გამოუშვა და რაც არის თქვენი. ეხლა ვეგეტყვით, აი აქ ადამიანს გოგოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი, უდიდესი. მაგრამ ამ პოტენციალს ეგა არ ანხორციელებს, ანუ არ აძლევს, არ სწავლობს. იმიტომ რომ ეხლა აი თქვენ უკვე ჩემი ისტორიაც ხო იცით ეხლა ბევრმა როგორ გავხდე ეზოტერიკოსი, ხო? ანუ ეს მოდის რაღაცა სიტუაცია ისეთი, რომელიც ჩვენ გვაწვება, ხშირ შემთხვევაში ეს არის ურთიერთობიდან გამომდინარე, შენ არ გესმის, ვერ ხვდები რატო ხდება ის, რაც არის, ხო? იწყებ გამოძიებას, მერე მოდის პასუხი, მერე უკვე მოდის ადამიანი, თქვათ, მასწავლებელი შენ ცხოვრებაში, ვისაც შენ გინდა რომ სთხოვო, რომ დაგეხმაროს და მერე უკვე შენ თვითონ სწავლობ რაღაცას და ამ სიტუაციით შენ ეხმარები სხვებს, რასაც ისწავლი იმ ინსტრუმენტი, მაგრამ რაც უფრო მალე გაიგებ, რომ ეს არის შენი პირადი გზა, ხო? უბრალოდ ინსტრუმენტი გჭირდებათ, რომელიც თქვენ უნდა დაეხმაროთ, ხო? აი მაშინ უკვე ნელ-ნელა ლაგდება თქვენი პირადი და ფინანსური და ასე შემდეგ. ესეთი გზა არის რა. მთავარია შენ უნდა იპოვო ის, რაც არის შენში დამალული, რაც არის ის, რითიც ხარ შენ მოსული დედამიწაზე, რომ იყოს სხვებისთვის საჭირო. მიხვდეთ, ცოტა შეიძლება რთული გზა გითხარით, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რთულად აგიხსენით, მაგრამ აი ეს არის საერთო ნებისმიერი ადამიანის გზა ახლა.
უბრალოდ ახლა ყურუმი როცა არის, ეს ყოველთვის რაღაცა დამალული ცოდნა შენში, რომელიც მოვიდა დრო, რომ უნდა გაიხსნას. მაგრამ როცა ჩვენ ვეჯეუტებით და ვეწინააღმდეგებით, ხო? მერე უკვე სიტუაციაც თვითონ აი ურთიერთობაში, მერე ფინანსებში იწყება, მერე ჯანმრთელობაზე გადადის და ანუ უკვე მერე ადამიანი უკვე სთხოვს ღმერთს, რომ ყველაფერს გავაკეთებ, ოღონდ მომეცი შველა, ხო? და აი მაგ დროს ზუსტად რაღაცა ინფორმაცია მოდის შენთან, რომ მიდი, ანუ ჩემ შემთხვევაში ხო იყო აი წადი იყიდეტარო. აი ზოგს თქვა სხვა რაღაცა, ხო? და აი მერე უკვე ნელ-ნელა შენ ამას სწავლობ, აძლევ ამ ცოდნას სხვებს და შენი სიტუაციები ლაგდება. всё. აი აქ ესეთი პროცესი არის. აქ მაღალი ძალები მეუბნებიან, რომ ჩვენ გაგინათებთ. შენ შეცვალე მიდგომა. ნახეთ აქ როგორ არის რვიანიდან გადადე, ხო, ბედის წერა, ხო, ეს ნიშნავს წადე, იგააკეთე ის, რაც შენ გინდა. აი ნახეთ აქ ბოლოში, ანუ ეს შემოსწავლების საყურადღებოდ, ხო, რვიანით ასების, ცხრიანით ასების ბოლომდე, ბოლოს არის და აქ ნახეთ მზის არკანი. მივხვდით, ხო, რატომ ვამბობ ამ ინფორმაციას. ну ეს შემოსწავლების საყურადღებოდ იყო ეს. აი ეს არის ჩემო ლამაზებო. всё, ამით დავასრულებ დღევანდელ გაშლას, მეგისურებ სიხარულს, ბედნიერებას და ყველაფერს მხოლოდ და მხოლოდ კარგს.